6 მაისი, კვირა. გუშინ ძალიან გვიან დავიძინე, ამიტომ დღეს თავისუფლება მივეცი ცოტა დამეძინა. მაგვიძარა სადგომამდე 1 საათით ადრე ვაყენებ ხოლმე, რომ მოწესრიგება მოვასწრო. დღეს 11-ის ნახევარზე დაიწყო რეკვა. ავდექი, ისევ კონკურსზე ვფიქრობ. ფინალი ახლოვდება და ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშო. დილა როგორც ყოველთვის ერთი ფინჯანი ყავა. მთელი დღით გავდივარ და ამიტომ ყველაფერი ჩავალაგე, რაც დღეს დამჭირდება. ფეხსაცმელი, სარეპეტიციო კაბა, კოსმეტიკა, რომელიც ყოველთვის თანდ მაქვს. ერთხელ კოსმეტიკა სახლში დამჭა და სასტრაფოდ უკან დავბრუნდი, რომ თავი კარგად მეგრძნო. შეიძლება მთელი დღე არც დამჭირდეს, მაგრამ რაღაცნაირად დაცულად გრძნობ თავს, როცა კოსმეტიკა თან მაქვს. სარეპეტიციო დარბაზში როგორც ყოველთვის პირველი მივედი. 15 წუთი მრჩებოდა იმისთვის, რომ გამომეცვალა და უბრალოდ ვარჯიშები დამეწყო, რომ გამხურებულიყავი. მაგრამ დღეს ეს უბრალო ვარჯიში აღარ იყო. გადაღლილი ვარ და ძალიან გამიჭირდა. თავს ვერ ბრძოდი ელემენტარული მოძრაობების გასაკეთებლად. სხეულს ძალას ვატანდი, უნდა გავძლო ვეუბნებოდი ჩემ თავს. როცა დარბაზში სხვები შემოვიდნენ, თავს უკვე ნორმალურად გრძნობდი. ორი ახალი ცეკვა გქონდა დაწყებული ფინალში შესასრულებლად. გუშინ დავიწყეთ ამ ცეკვების შესწავლა. უმძიმესი რეჟიმია და მართლაც რაღაცნაირი ბრძოლა საკუთარ თავთან და ჟინი. გავაკეთებ, ვიმეორებდი გულში. მოცევკვავე ვარ, მაგრამ ბალეტის მოცევკვავე და ეს ცეკვები ჩემთვის უცხოა. სულ სხვაგვარი მიდგომა უნდა და სხვანაირი შესრულება. ხანახა მგონია, რომ ბალერინა რომ არ ყოფილიყავი, შეიძლება უფრო იოლიც ყოფილიყო ჩემთვის. ახლა გადაწყობა მიწევს, ძველი ჩვევების და შეგრძნებების დავიწყება და ახალ მოძრაობებსა და მოთხოვნებზე სხეულის და აზრის გადალაგება. რეპეტიცია 2 საათს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ როცა დავამთავრებთ, უკვე 5 საათი იყო. დარბაზში ხალხი გვემატებოდა, გულშემატკივრებმაც მოგვაკითხეს. სამორის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ მე ტელევიზიაში უნდა მივსულიყავი. ხვალდილის გადაცემა მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და მომზადება მჭირდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ტელევიზიიდან უკან დავბრუნდებოდი და რეპეტიციას განვაგრძობდით. მოკლედ წამოსასვლელად გავამზადე. სამორიმ თავისი საჭმელების ყუთი ამოიღო და ჭამა შეუდგა. პატარა საგანგებო ყუთი აქვს, კონტეინერებით სავსე, რომლებშიც სახლში დამზადებული ჯანმრთელობის კვების პროდუქტები აწყვია, ბრინჯი, შოკოლადი, ნიგოზი. მოკლედ გაშალა ეს თავის კონტეინერები და ჭამა შეუდგა. მშვიდად იცის ჭამა და ხანგრძლივად, მე კი გამიხარდა, რომ წასასვლელი ვარ. სანამ დავბრუნდები, დაამთავრებს გავიფიქრე ჩემთვის და გამიხარდა კიდეც, რომ აქ არ უნდა ველოდო 2 საათი, სანამ თავის ჩვეულ რიტუალს დაამთავრებს. ტელევიზიაში როგორც ყოველთვის გამომკითხეს, როგორ მიდის საქმე, თავს როგორ გრძნობ. 2 საათში ყველაფერი გავაკეთე. გავარკვიე ხვალინდელი სტუმრების ამბავი, მოვხაზეთ მთავარი თემები და გამოვარდი. სარეპეტიციო დარბაზში რომ დავბრუნდი, სამორის კვება მომთავრებული ჰქონდა, მაგრამ დარბაზი დაკავებული იყო და გული დაგწვა, რომ შესაძლებლობა არ გქონდა გვევარჯიშა. მაგრამ მერე მოვიფიქრეთ, სახურავზე გადავძვერით და იქ გავაგრძელეთ რეპეტიცია. სუფთა ჰაერი მესიამოვნა, უფრო კარგად გამოგვივიდა ყველაფერი. კიდევ კარგი დარბაზი არ დაგხვდა თქო, ვიცინოდით მერე. სახლში რომ მივედი, აღარაფრის თავი არ მქონდა, ისევ დედა დამეხმარა. ამ დღეებში ჩემი ყველაზე დიდი მშველელი. სავარჯეში ჩავეშვით და დედა ჩემი მილაგებდა. მე ვკარნახობდი, რაც მჭირდებოდა ხვალისთვის. ის რაც დილით უნდა ჩამეცვა ტელევიზიაში, ის რაც შემდეგ დამჭირდებოდა რეპეტიციებისთვის და 1000 წვრილმანი. ხვალდილით რომ გავალ საღამომდე ვეღარ დავბრუნდები და ყველაფერი თან უნდა მქონდეს. ამ დღეებში სულ ასეა. დედა მილაგებს, მე ძალებს ვიკრებ, ხვალ განსაკუთრებულად მძიმე დღემელის. 7 მაისი, ორშაბათი. დილის 5 საათზე ავდექი, 6-ზე ტელევიზიაში ვიყავი. 8:30-ზე ეთერი დაიწყო. ჩემი თანაწამყვანები ნანა და გიორგი მახალისებდნენ. 2 საათნახევრიანი ეთერიც მალე დასრულდა. ამ დღეებში რაღაც განსაკუთრებულად სწრაფად გარბის დრო. რეპეტიცია ისევ პირველის ნახევარზე მეწყება და მანამდე დრო მაქვს. გადავწყვიტე მაღაზიებში გამევლო, რომ ცოტა გავხალისებულიყავი. ვერაფერი ვიყიდე, მაინც გული გავიხარე. დარბაზში ისევ პირველი მივედი. ამჯერად ჩვეული ბრძოლა არ მქონდა საკუთარ თავთან. გუშინდელი 5 საათიანი რეპეტიცია შემერგო და თავდაჯერებულობა მომემატა. 1000 რამე მქონდა მოსაწესრიგებელი და ვნერვიულობდი. კოსტუმების მოსაზომებლად უნდა მივსულიყავი. თავიც უნდა მომეწესრიგებინა. ამ დღეებში საერთოდ არ მრჩება დრო ამისთვის. მე და სამორის განსაკუთრებით გვიხაროდა, რომ გულშემატკივრები ყოველდღე გვაკითხავდნენ, ავტოგრაფებს გთხოვდნენ, გვამხნევებდნენ. ამაზე კარგი სტიმული ასე დროს არ არსებობს. მაგრამ დღეს განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოვიდა, პრესა, ტელევიზიები, ყველა კეთილგანწყობილია, გვახალისებდნენ, წარმატებას გვისურვებდნენ. მაგრამ სამორი ბრაზობს, თუ გულშემატკივრობა გინდათ, დროს ნუ გვაკარგინებთ, რეპეტიცია გვაცალეთ, თორემ ვერ ვიცეკვებთ და კეთილისურვილები აღარ გვიშველისო. რეპეტიცია ძალიან დიდხანს გაგრძელდა, დღეს ისევ 2 საათნახევრიანი შუალედი გვაქვს, მაგრამ სამორი ამასობაში უკვე ამოწურა თავისი საგანგებო ყუთის რესურსები და საჭმელი აღარ ჰქონდა. მეც მომშვიდა და გადავწყვიტეთ რამე გვეყიდა. ქალაქში გავედით. გზად ვინც ხვდებოდა გვიღიმოდა და გვესალმებოდა. სამორი და ლიკა ისმოდა ჩვენს გარშემო. კარგი გრძნობაა. საჭმელი ვიყიდეთ და სარეპეტიციო დარბაზთან დავბრუნდით. რეპეტიციების სამეჯლისო ცეკვების სტუდია თელას შენობაში ჰქონდა. სტუდიის ეზოში სამორის ბაღში საგანგებო ადგილი აქვს შერჩეული. ჩამოჯდება ხესთან და ისვენებს. ამისთვის საკუთარი ბალიშიც დააქვს თან. მოკლედ ეს ადგილი მაჩვენა. ბალიშიც დააძრო. ჩამოსხედით, წავიხემსეთ და კარგი დასვენება გამოგვივიდა. მერე ისევ 3 საათიანი რეპეტიცია. სახლში რომ მივედი, ხმის ამოღებით თავიც არ მქონდა. სამშაბათი.
ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. ფინალი ახლოვდება. ტელეიმედის პროექტით ცეკვავენ ვარსკვლავები უკვე 3 თვეა გრძელდება. აქამდე სულ შემართული ვიყავი. დღეს რაღაც დამემართა. ხვალ ბოლო დღეა, არ ვიცი რა იქნება და ვნერვიულობ. ახლა უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ვეღარც მეც ივარჯიშებ, ვეღარც მოუმატებ, ვეღარც დააკლებ. რაც არის ეგ არის. ბეც მინდობილი ვარ და ისღა დამჩენია მჯეროდეს რომ გავიმარჯვებ. სარეპეტიციო დარბაზში მივდივარ და გზადაგზად ვცდილობ ხასიათი გამოვიკეთო. 1000 ჭორი გავიგე ამ დღეებში ჩემი და სამორის შესახებ. ეს ჭორები მახსენდება და მხიარულ ხასიათზე ვდგები. იმ დღეს მაღაზიაში ვიყავით რეკვიზიტების საყიდლად, წამოსულები არ ვიყავით რომ ჭორი დაგვეწია. სამური და ლიკა დაგორწინდნენ და დღეს მაღაზიაში იყვნენ თავიანთი ახალი სახლისთვის რაღაცეების საყიდლადო. მერე Facebook-ზე ვნახე ახალი ამბავი. სამური და ლიკა ტურისტულ სააგენტოში იყვნენ, საქორწინო მოგზაურობას გეგმავენო. დარბაზში რომ მივედი უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი. თანაც უამრავი ხალხი დამხვდა. დღეს ყველა მონაწილეა მოსული, ხვალ ფინალია და გალა კონცერტისთვის უნდა მოემზადონ. მათმა ნახვამ გამახარა, თანაც განსაკუთრებით ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. 2 ცეკვა გვაქვს მოსამზადებელი, დღეს ორივე 1000-ჯერ მაინც გავიარეთ. მერე ქორეოგრაფებმა გვითხრეს. ამაზე კარგი მაინც არ იქნებაო და გამოგვიშვეს. ხვალ ეთერი მაქვს. ამ 3 თვის განმავლობაში არც ერთი დილა არ გამიცდენია. დღეს ვიფიქრე, იქნებ ხვალ მაინც არ წავიდე, რაც არ უნდა იყოს ფინალია და კონცენტრირება მჭირდება. მერე გადავიფიქრე და დილის დაგეგმა დავიწყე. 9 მაისი 4 შაბათი. დილა ისევ 5 საათზე დავიწყე და ვიფიქრე, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე სამსახურში რომ წამოვედი. რაღაც მიხარო და დილიდან თან ფიქრობდი რა მიხარია, ვინ იცის რამელის მეთქი. დღეს რეპეტიცია უკვე რუსთაველის თეატრში გვაქვს. 4 საათზე გვეწყება და მანამდე დრო მაქვს რომ გამოვიძინო. დღეს მეც წავიღე თან პატარა ჩემოდანი. საკონკურსო დღეებში მეც თამორისავით დავდივართ. თან დამაქვს ბანანი, ნიგოზი, შოკოლადი, წყალი. დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ, კოსმეტიკა, აქსესუარები, ნემსი და ძაფი. დედა მაცილებს ამ დღეებში სულ მეხუმრება შავი გედიხარო და ნატალი პორტმანს მადარებს ამ ფილმიდან. მართლა ჩემს თავთან ბრძოლა იყო ეს 3 თვე ჩემთვის. სამეჯლისო ცეკვების სოლისტის როლში შესვლა და თავის გადაკეთება. ამიტომ დღეს სახლიდან გასვლის წინ კლასიკური მუსიკა ჩავრთე. მერე გედების ტბასაც მოვუსმინე. ამან გამახსენა რომ ბალერინა ვარ და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. ახლა ნებისმიერი როლის მორგება შემიძლია, ისე რომ საკუთარი თავი არ დავგარგო. ჩვენს მყუდრო გასახდელში შევდივარ და მზადება იწყება. ვარცხნილობა, გრიმი, კოსტუმების მორგება, სცენაზე გავლა. 10 საათით შესრულდა. ის მეხმარება რომ სამურის ჩემნაირ განწყობაზეა და არ ნერვიულობს. დღეს უბრალოდ გვინდოდა გვეცეკვა და ერთი სული ქონდა როდის გავიდოდი სცენაზე. მერე რა იყო ბევრმა იცის. ეთერი ღამის პირველ საათზე დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. 10 მაისი 5 შაბათი. წუხელ მხოლოდ 3 საათი მეძინა. მთელი ღამე აღვნიშნავდით. დილიდან უამრავი გადაცემა მოვიარეთ, ყველგან ვიყავით მიწვეულები. მივხვდი რომ უსასრულოდ მიხარია ყველაფერი რომ დასრულდა. აღარ იქნება მომქაცვნელი რეპეტიციები, აღარ შევალ იმ დარბაზში, აღარ ვინერვიულებ. დამჭა მხოლოდ უცნაური სიმსუბუქის გზნობა და სიხარული. უფრო იმიტომ რომ ამდენი სითბო და სიყვარული ვნახეთ, თითქოს მთელ საქართველოს უხარავდა ჩვენი გამარჯვება. პირველ არხზე შევირბინე, იქაც მომილოცეს, მეგობრებისთვისაც მოვიცალე. ისე მოვეში რომ ყველაფერი მავიწყდებოდა, მეგობრების სახელებიც კი. სახლში გვიან მივედი, მინდოდა განვლილი დღეები აღმედგინა, ვიფიქრე ჩავრთავ და ვუყურებ ჩვენ ცეკვას მეთქი, მაგრამ ისეთი გადაღლილი ვიყავი რომ ვეღარ შევძელი. ჩამეძინა. დედა მითხრა რომ თურმე დაძინებულს მეღიმებოდა. 11 მაისი პარასკევი. ისევ დილის გადაცემა, ისევ 5 საათზე რეკავს მაღვიძარა. ეთერი ისევ მალე დასრულდა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად შემერგო. მხოლოდ გადაცემაზე ვფიქრობდი, სხვა არაფერი მაწუხებდა. ეთერის მერე გამოვიძინე და ძალიან მხნედ გავიღვიძე. დღეს მინდოდა ყველაფერი მომესწრო, რაც ამ დღეებში დავიკელი. ჭამე ყველაფერი რაც მენატრებოდა, აღარ ვფიქრობდი რომ მოვიმატებ და დავმძიმდები. მერე ისევ სატელევიზიო სტუმრობა, დავიფიცე აღარ ვიცეკვებ მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა მაცეკვეს. საღამოს მე და სამორის სუხიშვილების კონცერტზეც ვიყავით. იქაც ყველა სიყვარულით გვეკებებოდა. როცა სცენაზე ქართული და აფხაზური ცეკვების შესრულება დაიწყეს, მე და სამორი კინაღამ ფეხზე წამოვხდით და ავყევით. ამ ცეკვებს ჩვენც ვასრულებდით კონკურსზე და ამ საღამომ ისევ იმ ჩვეულებრივ რიცხვში დაგვაბრუნა. 12 მაისი შაბათი. დღეს სიმშვიდეა. დილასაც დრო მაქვს. ჩვეული და მონატრებული შაბათი დილაა. ყავა, მუსიკა, აივანზე ნებივრობა. მინდოდა ისევ მეყურებინა 4 შაბათის შოუსთვის, მაგრამ ისევ გადავიფიქრე, თუმცა უკვე მენატრება. უნდა დავისვენო, მართლა უნდა დავისვენო. მერე კი ვნახოთ.